ფიქრობ თუ არა რომ ის აკრძალვები, ზომები, ის ანტიკრიზისული გეგმა, რაც წარმოადგენდა მთავრობამ, არის საკმარისი დღეს არსებულ ვითარებაში. მოგესალმებით. დიახ, იცით, მე მგონი აღარ არსებობს თელ დედამიწაზე, ანუ პლანეტა დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, ვინც არ თვლიდეს, რომ ყველანი ჩვენ ერთად ვართ, როგორც არასოდეს უდიდესი და ძალიან საშიში გამოწვევების წინაშე და მათ შორის საქართველოც ვართ ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ბძვინვარებს ეს ეპიდემია, ხო? ამიტომ როგორც არასოდეს არის ერთობა მნიშვნელოვანი ჩვენ ქვეყნის ფარგლებში, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური სხვადასხვა პოზიციებისა, ხედვებისა და კრიტიკული დამოკიდებულებისა ერთმანეთის მიმართ, რომელიც გვაქვს, ხო, მუდმივად. სწორედ ამიტომაც ჩვენ დღეს ერთხმად დაუჭირეთ მხარი ხელისუფლების ინიციატივას, რომ ზომები გამკაცრებულიყო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან დღეს დილით ჩატარებული პრემიერ-მინისტრის ბატონი გახარიას ბრიფინგის შინაარსა და გამოცემულ დეკრეტზე დატანილ ტექსტს შორის არის უდიდესი რგვილად ვთქვათ ცნობილება. ბატონი გახარია საუბრობდა შეზღუდვებზე, რომელიც ეხებოდა მათ შორის თავშეყრის ადგილებს, სადაც ხაზი გაუსვა, რომ 10 კაცამდე იზღუდება თავყრილობები ყველა ფორმატში. მოგვიანებით ჩვენ ვიგებთ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, პრეზიდენტის მხრიდან გამოცემული დეკრეტის წაკითხვის შემდეგ, რომ ეს შეზღუდვა არ არის. თუმცა ვიცე-პრემიერმა ჩვენს ეთერში სულ რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ 10 ადამიანზეა სწორედ საუბარი. ეს არის რეკომენდაცია. დეკრეტში არ არის მითითებული, თუმცა არის რეკომენდაცია. აი აქ არის, ნახეთ, აი ეს არის ის რაც იწვევს ჩემში უბრალოდ რგვილად ვთქვათ გაოცებას. რეკომენდაციები დღემდე იყო გაცემული არაერთი, ხო? დღეს უბრალოდ ეს რეკომენდაციები იქცა. სამწუხაროდ არ შესრულდა ბევრის მხრიდან. უნდა ქცეულიყო, დიახ, უნდა ქცეულიყო ვალდებულებად, ანუ სავალდებულო უნდა ყოფილიყო. და აი შეზღუდვა 10 კაცამდე თავყრილობისაც უნდა ამოქმედებულიყო. წინასწარ შემთხვევაში რა გამოვიდა, ეს ყველაფერი არ ამოქმედდა, ანუ არ მიეცა ამას სავალდებულო ხასიათი და ხელისუფლებამ მის მიერ გადადგმული ნაბიჯით უბრალოდ დამატებითი პანიკა გამოიწვია, რასაც თვალყურს ვადევნებდით სავაჭრო ცენტრებში. სინამდვილეში არაფერი არ შეცვლა, ხო? ეხლა როდესაც საუბრობთ თავყრილობებზე და შეკრებებზე, გულისხმობთ ყველა ფორმატს, ყველა ორგანიზაციას, ყველა სამსახურს, ბაზრობა იქნება ეს, არ ვიცი მე, რესტორანი იქნება, კაფე იქნება, თუ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციები იქნება, ჩვენ მე პირადად მოვისმინე და ძალიან გამიკვირდა რამდენიმე მღვდელმთავარის განცხადება, რომელიც პირდაპირ ემუქრება პრემიერ-მინისტრს, იქი დაგაჯარიმებო, შენ მე ვერანაირად ვერ შემიზღუდავ აღსარებლობისა და წმენის თავისუფლებას და ამაზე საუბარი არ ყოფილა და ვინ დაუჭირა მხარი აღსარებლობისა და წმენის თავისუფლების შეზღუდვას, ხო? უბრალოდ, ოდესაც ჩვენ ახლა ვიდრე ვსაუბრობთ, მოდის ინფორმაცია იტალიიდან, რომ დღეს 800 ადამიანი გარდაიცვალა, გუშინ იტალიაში გარდაიცვალა 700 ადამიანი და ეს პანდემია არის სულ უფრო და უფრო მზარდი და მზარდი, ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ ვიყოთ იმდენად ფრთხილად, როგორც არასოდეს. ამიტომ ახლა ჩვენ თუ ვინმე გვეუბნება, ვინც არ უნდა იყოს, ეს სასულიერო პირი იქნება, ბიუროკრატი იქნება, რომ იცით და სადღაც შეგიძლიათ შეიკრიბოთ 200, 300, 400, 500 კაცი და სადღაც არ შეიკრიბოთ, იმიტომ რომ სადაც შეიკრიბებით 500 ადამიანი, მაგალითად, რომელიღაცა ტაძარში იქ თქვენ ვირუსი არ მოგერევათ, დამიტოვეთ უფლება, რომ არ გავიზიარო ეს პოზიცია, ხო? ჩვენ რას გვეუბნებიან, ესე იგი ის მაგალითი, რომლის წინაშეც დადგა საფრანგეთი, სადაც კერა გაჩნდა ვირუსის, ეს იყო რელიგიური ორგანიზაცია, ესპანეთი, სამხრეთ კორეა. გასაგებია, ბატონიკა, ეკონომიკურ ნაწილზეც მიდია თქვენი პოზიცია მოვისმინო. ეს არის სერიოზული პრობლემა და მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ვალდებულებას აიღებს ამ შეზღუდვების, რომელიც დაწესდა და ნაწილი არ დაწესებულა და უბრალოდ შეცდომაში შევიყვანეთ ჩვენი საზოგადოება, ამას აღასრულებს. ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური ძალა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რა თქმა უნდა, გვერდში დაუდექით ამ შემთხვევაში ხელისუფლებას, ამიერიდან თავი და ბოლომდე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. თუმცა ჩვენ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს. სწორედ ამაზე მინდა კითხოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს დათო
10,000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკვე მერამდენე კვირაა დარჩა უსამსახუროდ და იძულებულნი არიან იყვნენ გამოკეტილნი სახლებში. ამ თემაზე, ბატონიკა, ეკონომიკურ თემაზე რა კონკრეტული რეკომენდაციები და შენიშვნები აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ძალიან მოკლედ რო გითხრათ და ამით დავასრულოთ. ანტიკრიზისული ზომების ფარგლებში ჯერ ხელისუფლებას არანაირი ინიციატივა არ გაუჩინა საზოგადოებისთვის, ხომ? ნაციონალური მოძრაობა გამოვიდა რამდენიმე კონკრეტული სასტრაფოდ გადასადგმელი ასე თქვა ნაბიჯების ინიციატივით. მაგალითად ბატონიკა, მაგალითად იმისათვის, რომ პენსიონერებს ოდენავ მაინც შვება მოუგვაროთ, ხო, რომლებიც არიან სახლებში გამოკეტილნი და მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან და მათ დამატებითი ხარჯი აქვს და ყველაფერს თავიდანვანებოთ, ხო? ელემენტარულად სადეზინფექციო ხსნარები უნდა იყიდო, რაც ხარჯებთან არის, ხო, დაკავშირებული. 760,000 პენსიონერზე გასაცემი არის 100 ლარიანი ვაუჩერი. და ეს არ არის დიდ თანხებთან დაკავშირებული, ხო? 75 მილიონ ლარს ეხება მხოლოდ და 25 მილიონი ლარი უნდა გამოყოს სასტრაფოდ ხელისუფლებამ იმისათვის, რომ მოხდეს კომუნალური ვაუჩერების ასე თქვა გადაცემა უსამსახუროდ დარჩენილი ამ წუთის მდგომარეობით 60,000 საქართველოს მოქალაქის მიმართ. რა ქნან იმ ბაზრობებზე და აგრარულ ბაზრებში და მარშრუტკის ასე თქვა სამარშრუტო ტაქსების ძღოლებით გაგრძელებული და არ ვიცი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ყოველდღიური შემოსავალი ჰქონდათ მათ და ისინი ვეღარ გადაიხდიან მაპატიეთ ვეღარც წყლის ფულს, ვეღარც გაზის ფულს, ვეღარც ელექტროენერგიის ფულს და აქ უნდა შევეხიდოთ და რატომ ვდუმვართ ჩვენ არ გამოდივართ ისეთი ინიციატივებით, რომელიც არის ქიმერად შეუსრულებელია. გამოდივართ კონკრეტული ინიციატივებით და ვეუბნებით, საიდან უნდა მოიტანონ ეს თანხა. მაგალითისთვის 100 მილიონი ლარი არის განკუთვნილი დღეს ბიუჯეტში თანხა იცით რისთვის? მივლინებისთვის. და ბუნებრივია ეს თანხა აღარ დაჭირდება ხელისუფლებას, სად გაფრინდებიან, სად სწავლენ, ხომ? მოაკელი შენოჯახაშენებულო ეს 100 მილიონი გადაანაწილე, 25 მილიონი მიეცი კომუნალურ ვაუჩერებზე და 75 მილიონი 100 ლარიანი ვაუჩერების სახით მიეცი პენსიონერებს, რომ მედიკამენტები შეიძინონ და ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა ასევე რა, ვიდრე ჩვენ ახლა ვსაუბრობთ დიახაც, ეხაც რომ შეხვიდეთ ელექტრონული აუქციონის ფორმატში ნახავთ, რომ იძულებითი აუქციონები მიმდინარეობს. ანუ ბანკებმა ერთი მხრივ თქვენს რომ თითქოს სამი თვით მოხდება გადავადება სესხების ვალდებულებისა, ანუ გასტუმრებისა, მეორე მხრივ ათასობით ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს იძულებითი საახსოვრო მოქმედებები. დიახაც, უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში 5,000 ახალი საქმე შევიდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. ანუ ედებათ ყადაღები, ედებათ არ ვიცი ინკასოები და მორატორიუმი უნდა დაწესდეს ამ საქმეებზე, სამი თვით უნდა გადავადეს. ჩვენ ამ თემაზე საუბრის საშუალება გვექნება შემდეგ გადაცემაში აუცილებლად ბატონიკა. აუცილებელია ეს, ანუ ერთი არის რომ ყველანაირი ზომა იქნება. მე აუცილებლად ვესწრები მოვაწყო დისკუსია ეკონომიკურ თემებზე. ფართოდ გავრცელებადი სცენი, მაქსიმალურად ასე ვთქვათ, შევამციროთ მისი გავრცელების ალბათობა და მეორე ეკონომიკური მდგომარეობა რაიმე სახით გაუმჯობესოთ უსამსახუროდ დარჩენილ ათასობით მოქალაქეს. დიდი მადლობა და მე ვფიქრობ, თქვენ გექნებათ ალბათ შესაძლებლობა, სადაც ამაზე უფრო აუცილებლად თქვენ იქნებით ჩვენი სტუმარი.